საქართველოში ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებენ უკვე არსებულ რისკებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრცისთვის და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შესრულს ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში, აღნიშნავენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. ჩვენთან მოიკითხეს არსებობს თუ არა ინგლისური ვერსია კანონების, ასე ვთქვათ, თარგმანი თუ არსებობს და ჩვენ ეს არ გვაქვს ნათარგმნი და როგორც ჩანს მათაც არ აქვთ ინგლისურად, აქედან გამომდინარე რა ენაზე კითხულობენ და რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან არ ვიცი მე. როგორც ჩანს კვლავაც ეყრდნობიან NGO-ების განცხადებებს, რომლებიც ხედავთ ჩვენ რომ პირდაპირ ღიად დაკავებული არიან დეზინფორმაციით და პროპაგანდით, რომელიც ახალისებულია ზოგიერთი ორგანიზაციის და დონორის მხრიდან პირდაპირ და ხელის დაფარება ხდება პროპაგანდის და დეზინფორმაციის, რაც სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ, როდესაც მოსახლეობას ხვდებით, ეს კითხვები გვესმის. და სამწუხაროა, რომ აი ამ დონემდე მიიყვანა რამდენიმე დიპლომატმა თუ პოლიტიკოსმა საქმე, რომ დღეს მოსახლეობა ჩვენ გვეკითხება, რა ხდება ბრიუსელში თუ სხვა დედაქალაქში. როგორ შეიძლება, რომ ასოცირდებოდეს დღეს ბრიუსელი დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და ძალადობასთან.